თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობდა, შემდეგ ყუბანში. 1953 წელს მძიმედ დაიჭრა და თბილისში დაბრუნდა. 1956 წლიდან საყმაწვილო სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში მუშაობდა. შემდეგ ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის მთავარ რედაქტორად. 1950 წელს მისი ლირიკული ლექსების პირველი კრებული გამოვიდა. მურმან ლებანიძეს ეძღვნება დღევანდელი ლიტერატურული პანორამა. ტრადიციულად ჩვენთან ერთადაა პროფესორი გურამ ბენაშვილი. მოგესალმებით, ბატონო გურამ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისათვის. მოგესალმებით. როგორც ვთქვით, მურმან ლებანიძის ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოქვეყნდა. პირველ კრებულს მოჰყვა რჩეული, შემდეგ ანისის აღება, მერე უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, 4 ამბავი და სხვა. ჩვენ საუბარი მოდით დავიწყოთ იმით, როგორ შემოვიდა ქართულ მწერლობაში მურმან ლებანიძე, როგორც თქვენ უწოდებთ, მე-20 საუკუნის დიდი ქართული პოეზიის ერთი ჭეშმარიტი ავტორი. ჭეშმარიტი პროტაგონისტი მე-20 საუკუნის ქართული პოეზიისა, დიდი მემკვიდრე აი იმ დიდი კლასიკოსებისა, რომელთაც შექმნეს აი ის დიდი და მნიშვნელოვანი ლიტერატურა, რომლის ესე ვთქვათ ღალატი უკვე არაფრით აღარ შეეძლო ნიჭითა და დიდი ასე ვთქვათ პოეტური ენერგიით ახსავსე პიროვნებას. აი ასეთი პიროვნება იყო მურმან ლებანიძე. მისი შემოსვლა ლიტერატურაში, მისი პირველი ნაბიჯებიც კი რაღაც განსაკუთრებულად თვალშისაცემი, ღირსეული და პერსპექტიული ესე იგი ჩანდა და ბუნებრივია მისი სახით ქართულმა კრიტიკამ და ქართულმა ლიტერატურათმცოდნეობამ აი დაინახა მომავალი ვარსკვლავი, მომავალი დიდი პოეტი, ჭეშმარიტი მოქალაქე, დიდი მოქალაქე თავისი ქვეყნისა. აი ასე შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში, ემსახურა ერთგულად, ემსახურა დიდი ენერგიითა და დიდი სულისკვეთებით აი ამ დიდ საქმეს, რასაც ქართული მწერლობა, რასაც ქართული სულიერი კულტურის კიდევ უფრო აღორძინება და მნიშვნელოვნება ქვია. აი ასეთი იყო მურმან ლებანიძის შემოსვლა. შემოვიდა ის, როგორც უკვე დახვეწილი და საოცრად ისეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ფიგურა უკვე ქართულ ლიტერატურაში. მისი შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო და ეს როგორ განაპირობებდა სინამდვილის სხვადასხვა ასპექტის ასახვას მურმან ლებანიძის პოეზიაში. მრავალფეროვანია დიაპაზონი მისი, ასე ვთქვათ, სულიერებისა, მისი პოეტური, ასე ვთქვათ, მასშტაბებისა. ეს არ არის პოეტი, რომელიც აირჩევს რა გარკვეულ თემას, მხოლოდ და მხოლოდ მას უტრიალებს და მხოლოდ მასში ღრმავდება. იგი ძალზედ ესეთი მრავალპლანიანი და მრავალ, ასე ვთქვათ, ჰორიზონტიანი, ასე ვთქვათ, პოეტია. მისთვის აბსოლუტურად იგი ადვილად დასაძლევია. ნებისმიერი თემატიკა, რომელიც კი პოეზიას ოდესმე, ასე ვთქვათ, შეუქმნია და ოდესმე უფიქრია. ძალზედ ძლიერია მისი პატრიოტული მოტივი, ძლიერია მასში ფსიქოლოგიური მოტივი, ფილოსოფიური მოტივი, წარსულის გახსენების რაღაც განსაკუთრებული ელფერი და მშვენიერება, მომავალზე ფიქრის განსაკუთრებული მასშტაბები და სიმაღლეები, დამამშვენებელი უეჭველად მე-20 საუკუნის ქართული პოეზიისა და რამოდენიმე მის თანამოკალმესთან ერთად, სწორედ აი კლასიკური ქართული ლიტერატურის, ასე ვთქვათ, შემქმნელად იქცნენ ისინი, რომელმაც არაფრით უმტყუნა მე-19 საუკუნეს და რაღაცა გვერდზე დაუდგა მათ, თვალი გაუსწორა მათ და შექმნა ის შემოქმედება, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს ქართველი ერი. მურმან ლებანიძის შემოქმედებითი წყარო, სათავეს როგორ იღებს ქართული კლასიკური პოეზიიდან? მისი ორიგინალური პოეტური ბუნება, ბატონო გურამ, როგორ ეყრდნობა ქართული პოეზიის ტრადიციებს, დიდ ტრადიციებს? ყოველთ შეუძლებელია არ ამოიზარდო აი იმ ტრადიციული ქართული პოეზიიდან, იმ დიდი კლასიკიდან, რითაც საოცრად ბედნიერია ქართველი ერი. ბედნიერია, ამაყია. მისი შემოსვლა ქართულ პოეზიაში ეს იყო, რა თქმა უნდა, ტრადიციის საოცარი დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა და იმავ დროს იყო ახალი ბილიკების ძიება ქართულ პოეზიაში. რაღაც ახალი თუ არს თქვი და ყოველ პოეტში თუ ახალმა, ასე ვთქვათ, ნერგმა არ იხარა, ბუნებრივია ეს ძალიან ამცირებს ესე იგი პოეტის მნიშვნელობასა და მის სახელს.
აი მურმან ლებანიძე სხვა მის წინვალე თანამოკლმეებთან ერთად იყო ის საოცარი დიდი, ასე ვთქვათ, მოვლენა ქართულ პოეზიაში, რომელმაც შექმნა აი ის პოეზია, რომელიც ღირსია, ესე იგი დამკვიდრდეს იგი როგორც აი მე-20 საუკუნის კლასიკა, როგორც გაგრძელება იმ დიდი ტრადიციისა, რომელსაც ბარათაშვილი, ილია, აკაკი ვაჟა და ეს საოცარი გიგანტები ესე იგი ქმნიდნენ. არაფრით არ შერცხვება მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიას, რომ თვალი გაუსწოროს მე-19 საუკუნეს. თავი ჩასთვალოს მათ ჭეშმარიტ მოწაფეებად და ამავე დროს თვალგასწორებულებმა აი პირდაპირ შეხედონ თვალებში აი ამ ჩვენს გენიალურ, ასე ვთქვათ, მე-19 საუკუნეს. აი ესეთი არის მურმან ლებანიძის ლიტერატურული პორტრეტი, მისი მოსვლით ქართულ პოეზიაში მოვიდა ჭეშმარიტი კლასიკოსი მე-20 საუკუნისა, რომელმაც უმაღლეს დონეზე შეასრულა ის ფუნქცია, რასაც ესე იგი კლასიკური ლიტერატურა ითხოვს საერთოდ მწერლისაგან. როგორ შეძლო და ახლებურად როგორ გააჟღერა ქართული ლექსი? პოტეშორისა ისტორიით მურმან ლებანიძეშია აი გაჟღერების, ლექსის მუსიკის, სიტყვათა, ასე ვთქვათ, ჰარმონიისა და აი ლექსში აი მუსიკალური, ასე ვთქვათ, კლავიატურის რაღაც საოცარი მშვენიერებანი. ესე იგი წაიკითხავ მურმან ლებანიძის ლექსს და რაღაც ისით ამ ლექსიდან გამოდიხარ როგორც საოცრად, ეს ვთქვათ, ამაღლებულიცა და ამავე დროს საოცრად, ეს ვთქვათ, დაფიქრებულიც. მურმან ლებანიძე თავის, ასე ვთქვათ, ამოცანად არ თვლის, რომ მხოლოდ დაგაფიქროს, მან უნდა გასიამოვნოს კიდევაც. მან ის საოცარი ფიქრი უნდა შემოსოს რაღაც საოცარი მშვენიერებით, მუსიკალური რაღაც ჰანგებით, რაღაც პოეზიას აქვს თავისი მუსიკა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ლექსის მოყვარულს ესე იგი ესმის ეს მუსიკა და აი ეს მუსიკა რაღაც საოცრად ამშვენებს ესე იგი მურმან ლებანიძის პოეზიას. წაიკითხავ მას და მაშინ მიხვდები, რომ ეს მურმანის არის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი ლებანიძისეული სტილისტიკა, ჰარმონია, სიტყვათა, ესე ვთქვათ, საოცარი ელასტიურობა და მშვენიერება სიტყვებისა, განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, ამაღლება ადამიანისა, დარიგება და ერთგვარი, ესე ვთქვათ, სიყვარული ადამიანისა. პოეტი ესე იგი რაღაც გარკვეულად, ესე ვთქვათ, შთაგონება უნდა მოგცეს იმისა, რომ შენ ჭეშმარიტ მოქალაქედ და ჭეშმარიტ პატრიოტად იქცე შენი ქვეყნისა და აი მურმან ლებანიძე ამას შესანიშნავად ახერხებდა. ის ნამდვილი ეროვნული პოეტი იყო, ის კლასიკური პოეზიის, აი ჭეშმარიტი პოეზიის, იმ ტრადიციული პოეზიის გამაგრძელებელია, მაგრამ ახალი თემატიკით, ახალი ნიუანსებით, ახალი გარკვეული ფერადოვნებით, ესე იგი მოსავდა მას, რომ გამეორება აღარ ყოფილიყო, ვთქვათ, აი იმისა, რაც იყო, თუმცა კი იმას უაღრესად დიდ პატივს სცემდა და იჩოქებდა აი წარსული პოეზიის წინაშე. თუ კი ვინმე ესე იგი ქედი მოიხარა ჩვენი გენიალური გალაქტიონის წინაშე, ერთი უპირველესი სწორედ მურმან ლებანიძე იყო. მან სრულიად ახლებური გალაქტიონი გაუცოცხლა თითქოს ქართველ მკითხველს. კიდევ ერთხელ დაანახა, ვინ იყო ეს პიროვნება, რა იდუმალება მოსავდა მას, ამ იდუმალების მიღმა რა საოცარი მშვენიერებანი ჩანდა რაღაც იმ ადამიანში, რომელსაც მხოლოდ ისეთი გამჭრიახი თვალი და გონება სჭირდებოდა, რომ მიგეღო და გაგეცნობიერებინა. რაღაც საოცრად უყვარს მას გალაქტიონი. ძირითადად რისკენა ამიპყრობილი მურმან ლებანიძის პოეტური თვალთახედვა? ძირითადად და არსებითად ალბათ ის მაინც პატრიოტული ლირიკის რაღაც განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, დიდოსტატია, მაგრამ პატრიოტული ლირიკა არ დრგუნავს და არ აფერმკრთალებს აი სხვა თემატიკასაც სხვათა შორის, მაგრამ აი ეს პატრიოტულ მოტივში, თავის სამშობლოზე ფიქრში, თავის წარსულზე ფიქრი ამ სამშობლოსი, დიდ ადამიანებზე ფიქრი წარსულში, მის დღევანდელ მდგომარეობაზე, მის მომავალზე, ვინ უნდა იფიქროს თუ არა დიდმა პოეტმა რა? და აი მურმან ლებანიძე სწორედ ის პიროვნება იყო, რომელიც თავის ქვეყანას ჭირისუფლად დაუდგა. მურმან ლებანიძე ირჩეოდა თუნდაც იმ საოცარ
ბრწყინვალე და შესანიშნავ პოეტებში, რომელიც მას ირგვლივ ეხვია. შესანიშნავი პერიოდი ეს ქართული პოეზიისათვის. მას თავისი ხმა ჰქონდა, თავისი განცდები ჰქონდა, თავისი სტილისტიკა ჰქონდა, თავისი მუსიკა ჰქონდა. წაიკითხავდი რა მურმანის ლექსებს, მაშინ მე მიხვდებოდი, რომ ეს მურმანის არის. რომის არავის არ გავს, ვიყავი მასთან ახლოს და ეს ჩემი ბედნიერი, ეს თქვა წლები და გახსენება იყო. ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი სიყვარული, ჩვენი ურთიერთ რაღაც განცდების, რაღაც გაზიარება ერთმანეთთან. რაღაც ისიც რაღაც მურმანი ჩემთვის რაღაც მშობლიური იყო, რაღაც საოცრად. როგორი გამორჩეულია მურმან ლებანიძის მხატვრული გამომსახველობა? ის არის ჭეშმარიტი მხატვარი, ნამდვილად ესე იგი, ოღონდ ბუნებრივია აი ამ სიტყვათა საოცარი ჰარმონიით. მას აქვს თავისი მუსიკა, მას აქვს თავისი აქცენტები, მას აქვს თავისი სიტყვათა, ასე ვთქვათ, შეხამების რაღაც განსაკუთრებული კულტურა. აი მურმანის ლექსს მაშინვე განასხვავებ სხვა შესანიშნავი პოეტების ლექსებისაგან. ბედნიერი ვარ, რომ აი იმ დროს მომიწია სწორედ ცხოვრება, როცა დუღდა და რაღაც საოცრად შქეფდა რაღაც დიდი ქართული პოეზია, რომ მოვიდნენ ეს უნიჭიერესი, მე ვიტყოდი დიდი ტალანტები. თუ ახარებდა მაშინ რაიმე ადამიანს, ახარებდა ეს პოეზიაც, ეს პოეზია აძლევდა მას სტიმულს, რომ მომავალი მაინც აი იმ საქართველოსია, რომელსაც ასეთი სიყვარულით უმღერის ქართული პოეზია. მურმან ლებანიძე როგორც ფიქრებისა და გრძნობების ნატიფად გამოხატვის დიდოსტატი. სინატიფე ქონდა რაღაც საოცარი, რა თქმა უნდა. მან იცოდა როგორ გამოეხატა ადამიანის ბუნება, მისი სული, მისი ტკივილი, მისი სიხარული. თუნდაც მისი რაღაც ისეთი ინდიფერენტიზმიც კი ეს მისთვის უკვე დასაგმობი იყო, რა თქმა უნდა. რაღაც ადამიანის ფსიქიკას იცნობდა საოცრად. იცოდა რა იყო ადამიანი, იცოდა ქართველი რა იყო პირველის ყოვლისა. საქართველოში შეყვარებულმა ქართველი ერის აბსოლუტური ყველა თვისება და ყველა გამოვლინება შესანიშნავად იცოდა. ასე რომ ამ თავის ლექსებშია იგი სწორედ იმიტომ არის ასეთი ქართველი და ასეთი საოცარი ქართული თავისი ბუნებითა და სულით, რომ ის საქართველოს სულს ეყრდნობა, საქართველოს ნიადაგიდან არის ამოზრდილი. ეს იყო წმინდა ქართველი პოეტი, სულით ხორცამდე ქართველი პოეტი, რომელმაც ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ ქართული პოეზია შექმნა. აი ის პოეზია, რომელიც ყოველთვის დიდი სიხარული იქნება ქართველისათვის, მისი წაკითხვა, მისი შემეცნება, მისი გულში დატოვება. ლექსს რომ მკითხულობ, ის უნდა გაგვეს. არ შეიძლება ლექსი წაკითხვის მერე შენ გშორდებოდეს და ამით თავდებოდეს ყველაფერი და აი მურმანს ჰქონდა ის საოცარი დიდი ოსტატობა, საოცარი დიდი ტალანტი. იმ დღეს აი იმ განწყობილებაზე იყავი, რაც იმ ლექსმა გიკარნახა, რაც იმ ლექსმა შთაგაგონა, რაც იმ ლექსმა გთხოვა თუნდაც. აი ის თხოვნაც კი რაღაც საოცარი შენს მოვალეობად თuliდი რომ აგესრულებინა თუნდაც ის თხოვნა. უფრო მეტი უთხრა იმაზე, რასაც ხვები ეუბნებოდნენ. მან უფრო დააჯერა ქართველი რო ქართველობა დიდი რამ არის ამ ქვეყანაზე და მას პატივისცემა და სიყვარული სჭირდება. პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა, რითმის დინამიკურობა, როგორც მურმან ლებანიძის ლექსის თავარი მახასიათებლები. პოეტის ეს უპირველესი ღირსება ძალზე უხვად ჰქონდა მას, ესე იგი შეძენილი ბუნებით და აკონიდან პოეტი დარწმუნებული ვარ, მას თავისი ესე ვთქვათ, თავისი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი. სხვათა შორის პოეტები გვანან ხოლმე ერთმანეთს, ესე იგი გარკვეული ესე ვთქვათ, თუნდაც სტილისტიკით, თუნდაც მუსიკით, თუნდაც სიტყვათა ხმარებითაც კი, მაგრამ აი მურმანი აბსოლუტურად განსხვავებული არის, ესე იგი ამ თვალსაზრისით. ის ძალზედ ორიგინალური პოეტია. ის ფლობს იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი სულიდან, მისი სულის წიაღიდან ამოიბრქვევა ხოლმე. ის არ უმატებს მას უკვე აღარაფერს. ის მხოლოდ თავისას ამბობს. თავის სიტყვებს ამბობს, თავის განცდებს ამბობს, თავის სულში ზის და აი ამ სულიდან ამოთქმულ, საოცარ ასე ვთქვათ, აი ამ საოცარ
შეგონებებს, ესე იგი აძლევს ქართულ მკითხველს, მას უყვარს საქართველო, მას უყვარს ქართველი მკითხველი, მან იცის რომ მას უჭირს ქართულ მკითხველს ბევრი რამ, ამიტომ ესე იგი თუ გვერდზე არ დაუდექი და თუ სიტყვით მაინც არ აამაღლე მისი სული, რაღაც მას კიდევ უფრო გაუჭირდება. აი ასეთი საოცარი ასე თქვა დამხმარე იყო ქართველისათვის მურმანის პოეზია. მას არასოდეს დაივიწყებს ქართველი ერი. ის ყოველთვის საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა. მურმან ლებანიძის პოეზია ბატონო გურამ როგორ გვაგრძნობინებს ეროვნული ძარღვის გამძაფრებულ ფეთქვას. ის უხსნის ადამიანს ამ ტკივილიდან გამოსვლის რაღაც გარკვეულ გზებს. უხსნის იმას, რომ ცხოვრება საერთოდ რთულია. რომ ცხოვრება წინააღმდეგობებით ახსავს რამ არის ამ ქვეყანაზე. პოეზიასთან ზიარება, ეს არის გამოცოცხლება ადამიანისა, ეს არის რაღაც ბრძოლის ინვარიანობის გაზრდა, მაგრამ ბრძოლის არასისხლიანისა, არამედ კეთილშობილი ბრძოლისა, სულიერად ბრძოლისა, რაღაც შინაგანი ასე ვთქვათ, აი სიყვარულის გამხელისა, რომელიც ალბათ ბრძოლაზე და სისხლზე უფრო ძლიერია. აი სიყვარულით ასე ვთქვათ ყოფნა შენს ქვეყანაში, შენს მიწაზე, სადაც ხარ და სადაც დაიბადე და სადაც უნდა დაიმარხო. რაღაც საოცარი ისეთი მშობლის განცდა აქვს თითქოს მურმანს. მოდი, შენც ისეთი იყავი, როგორც შენი წინაპრები იყვნენ. რაღაც აი ეს საოცარი მამაშვილური ურთიერთობა მკითხველთან, ეს მურმან ლებანიძის საოცარი თვისება, დიდი პოეზიის თვისება ეს საერთოდ. მურმან ლებანიძეში განსაკუთრებულად იყვავილა და საოცარი მშვენიერებით წარმოსდგა. ეს უკვე უდიდესი გამარჯვება ალბათ პოეტის. სრულდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეობისთვის. მე-20 საუკუნის დიდი ქართული პოეზიის ერთ ჭეშმარიტ ავტორს ეძღვნებოდა დღევანდელი ლიტერატურული პანორამა. საუბრობდით იმაზე, როგორ გვაგრძნობინებს მურმან ლებანიძის შემოქმედება ეროვნული პოეზიის გულის ფეთქვას. მომავალ შეხვედრამდე.